2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 6 წლისთავთან დაკავშირებით კომენტარები მთავრობის ხდომის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც გააკეთეს. მათი განცხადებით 2008 წელს განხორციელდა საქართველოს ოკუპაცია და ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს. აღნიშნული ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი არის ის, რომ დღემდე ქვეყანაში არსებობს 9 მილიონზე მეტი დევნილი. დევნილების თემას დევნილთა მინისტრის ოზარ სუბარიც გამოეხმაურა. პატა ზაქარიაშვილის შეფასებით კი 2008 წლის ომი წინა ხელისუფლების წინ დაუხედავი ნაბიჯია და მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. სამწუხაროდ ამ ომის შედეგებს დღესაც ვიმგით. დღესაც ოკუპირებულია საქართველოს 20%. დღესაც გვაქვს უამრავი პრობლემა, გვაქვს უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი, საზღვრისპირა სოფლებში, ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში. დღესაც არის პრობლემები. რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებას, რუსეთი ისევ აშენებს ხელოვნურ ბარიერებს. 2008 წლის ომი იყო აბსოლუტურად წინ დაუხედავი ნაბიჯი. ჩაყოლა ომში სამწუხაროდ ყველა ფაქტები ადასტურებს, რომ ამის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება აღმოჩნდა პროვოკაციის ხორბლი თავის ავანტურისტული პოლიტიკის გამო, მაინც ჩანს, რომ შემდგომ ვერ მოახერხა ისე განევითარებინა მდგომარეობა, როგორც მოხდა შემდგომ ჩვენ ხედავთ წელს უკვე უკრაინაში, თავისი გავლენების საგარეო ვერ გამოიყენეს იმდენად, რომ საქართველოს თემა ყოფილიყო იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც დღეს ხედავთ ჩვენ რაც ხდება უკრაინაში. სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში ის უზარმაზარი დახმარებები, რომლებიც წამოვიდა ომის შემდეგ საქართველოზე, ყველა შემთხვევაში არ იქნა ადეკვატურად გამოყენებული დევნილებისთვის და ზოგიერთი ჩასახლებაში ისე უხარისხოდ მოხდა ეს მშენებლობები, რომ მათი გამოსწორება გვიხდება დღეს და კიდევ ძალიან ბევრი წელი დასჭირდება ალბათ ამ პრობლემების გამოსწორებას. ქეცვიხრი გარდაცვლილი მეომრების ხსოვნის წინაშე მართლაც თავი გასწრების სამშობლოსათვის. რაც შეეხება საკუთრივ ამ ომის შეფასებას, მე ვფიქრობ, რომ ეს კომპლექსური საკითხი არის და ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე საბოლოოდ პასუხი გაეცემა.